ზესტაფონში ტარდება სკრინინგ აქცია, რომელსაც ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, იმერეთის სამმართველო, ჩვენი ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და მიმდინარეობს ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ეს ღონისძიება ჯეოხოსპიტალის ამბულატორიული ცენტრის წინ, მამოგრაფია არის ჩამოსული ქუთაისიდან, კლინიკა ხერადან, დანარჩენი ლაბორატორიული კვლევა ტარდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ, ჩვენი თანამშრომლები ახლაც იქ არიან უბანზე, მე მინდა მიმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც უნდათ კვლევა ჩაიტარონ, ეს პროგრამა ხორციელდება, ლაბორატორიული კვლევა ფინანსდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, ამიტომ ვინც დღეს ვერ შეძლებს მოსვლას, მათ შეუძლია ჩვენ ცენტრს მომართონ და მიიღებენ შესაბამის მომსახურებას. დანარჩენი კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის კვლევები შეუძლია ჩაიტარონ ჯეოხოსპიტალის ამბულატორიულ ცენტრში, შემდგომი აქცია დაგეგმილია 30 ივლისისთვის, ამიტომ მიმართავ მოქალაქეებს, კონტაქტი იქონიონ თავის ოჯახის ექიმებთან, იმიტომ რომ წინასწარი ჯავშნები ხორციელდება და კეთდება, გისურვებთ ყველა ჯანმრთელობას და გირჩევთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ ადრეული დიაგნოსტირება და ადრეული დიაგნოზი არ გახლავთ განაჩენი, იმიტომ რომ ნამდვილად არის განკურნებად უკვე ეს დაავადება და შემდგომი აქციისთვის გველოდებით თქვენს აქტივობას. ქვეყანაში როგორც მიმდინარეობს სკრინინგი დაავადებების ადრეული გამოვლენის მიმართულებით, ეს რამდენიმეჯერ უკვე ჩატარდა ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ მაღალი აქტიურობით. დღევანდელ დღეს ასევე დაგეგმილია და ტარდება, მიმდინარეობს ახლა სკრინინგი, მამოგრაფიის ბრიგადა არის ჩამოსული და საკმაოდ მაღალი არის აქტიურობა. ესე იგი, ასევე ამასთან ერთად ტარდება სხვა სიმსივნური დაავადებების ადრეული გამოვლენა. ეს არის საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, პროსტატის სკრინინგი, კოლორექტული კიბოს სკრინინგი და ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბრიგადის მიერ ხორციელდება ისეთი ინფექციური დაავადებების გამოკვლევა, როგორიც არის B და C ჰეპატიტები, შიდსი, ასევე არაგადამდები დაავადების შაქრის დონის განსაზღვრა სისხლში, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის გაზომვა. მამოგრაფია ტარდება 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებში, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ტარდება 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებში, კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლამდე ორივე სქესის პირებში. პროსტატის კიბოს სკრინინგი ხორციელდება 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებში. Დღევანდელი პროექტი მოიცავს 5 კომპონენტიან კვლევას: B ჰეპატიტზე, C ჰეპატიტზე, შიდსზე გამოკვლევას, ასევე შაქრის კონტროლის სისხლში და არტერიული ჰიპერტენზიის გამოკვლევას. დღეისათვის საკმაო რაოდენობის მოსახლეობა გამოვიკვლიეთ, მე პირადად გახდით არტერიული ჰიპერტენზიის კვლევაზე. არ ვიცი ემოციური ფონია თუ რა არის, მაგრამ ნაწილი ჩემს მიერ გამოკვლეულებს მომატებული წნევე აქვს, არტერიული ჰიპერტენზია. მიეცათ რეკომენდაცია, რომ ახლო კავშირი იქონიონ თავიანთ ოჯახის ექიმებთან და მიაქციონ წნევის კონტროლს დიდი ყურადღება, იმიტომ რომ ასაკის მატებასთან ერთად ასევე კლიმატის გათვალისწინებით სტრესულ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ასევე ისინი გაეცნენ, როგორი წესი უნდა დაეცვან სახლში წნევის გაზომვის დროს. შემდეგი მსგავსი აქცია იგეგმება სკრინინგული კვლევებისა 30 ივლისს. ასევე იქნება იგივე კვლევები ჩატარდება B, C, შიდსზე, ვირუსებზე გამოკვლევაზე, შაქრის შემცველობაზე და არტერიულ წნევაზე და ასევე იქნება მამოგრაფის მანქანა ჩამოყვანილი და ასევე სკრინინგული კვლევა ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის საშვილოსნოს ყელის სკრინინგისა და სწორი ნაწლავის გამოსაკვლევად. ეს იყო ის პანდემია, რომელიც მაშინ 2021 წელს 20 წლიდან დაიწყო ფაქტიურად და 21 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით, რა თქმა უნდა, დამეტოვებინა ჩემი საყვარელი საქმე, ჩემი საყვარელი ქალაქი, მშობელი, შვილი და წავსულიყავი ისრაელში, რომელიც ალბათ ყველას ოცნება იქ მოხვედრა, მაგრამ რა თქმა უნდა, შრომითი ხელშეკრულებით ვიყავი.
5 წლის მანძილზე. ზუსტად 5 წელი მქონდა მიზნად დასახული წავსულიყავი და მადლობა უფალს, რომ მოახერხე ამ 5 წელიწადში ჩემი მიზნის ასრულება და დაუბრუნდი მადლობა უფალს მშვიდობით. ყველა მიცით ალბათ რა მდგომარეობაც არის იქ, მაგრამ მადლობა უფალს დაუბრუნდი მშვიდობით. მთავარი სირთულე იყო ის, რომ ჯერ არ ვიყავი მიჩვეული ის, რომ უცხო ქვეყანაში დიდხანს ყოფნას, რა თქმა უნდა, ამ ხელა სიყვარულის და სითბოს შემდეგ, რასაც აქ განვიცდიდი ყველასგან, მაგრამ მადლობა უფალს იქაც მოვძებნე ჩემი საყვარელი საქმე, დამხვდნენ ქართველი გოგოები, რომელმაც გამიწიეს ძალიან დიდი თანადგომა მუსიკალურადაც, ჩემი ცირა მეკრელიშვილი, რომელიც ეხა საქართველოშია და მეგობრობთ. და რა თქმა უნდა, იქ ქართული ანსამბლიც ქართველმა ებრაელებმა შემამჩნიეს და მიმიწვიეს თავის ანსამბლში, საპოვნელა ერქვა სხვათა შორის ამ ანსამბლს. ძალიან ნიჭიერი ქალბატონი დიანა ბენიაშვილი არის ხელმძღვანელი ამ ანსამბლის წლებია და ჩემი ჩაწერილი ვიდეოებით, რომელსაც მე იქ ვაკეთებდი და ჩემ საქმეს ჩემთვის ვაგრძელებდი, შეამჩნიეს და მიმიწვიეს ამ ანსამბლში და საკმაოდ წარმატებულად ვიმოღვაწე ამ 5 წლის მანძილზე, რამოდენიმე კონცერტიც გავმართეთ ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში. იმ პირველ წელს, როცა მე აშკელონში ვიყავი, ღაზა სექტორი და სულ რაღაც 20 კილომეტრში, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემთვის, 2 წელიწად ნახევარი ვიყავი იმ ქალაქში, მაგრამ მადლობა უფალს შემდეგ მოხდა ისე, რომ გადმოვედი აჟდოდში, სხვა ქალაქში და შედარებით წყნარ სიტუაციაში გავაგრძელე მოღვაწეობა ანსამბლში და სწორედ აჟდოდში მივედი, აჟდოდში ყოფნის პერიოდში და ეს ბოლო ომი კი იცით როგორი რთული ომი იყო, მე ისედაც ვაპირებდი უკვე წამოსვლას, მაგრამ უფრო დროში, უფრო სწრაფად ამ ომის გამოც წამოვედი. ჩემთვის რამხელა ემოცია იყო, ჩემთვის საქართველოში დაბრუნება, თან შარშან მშობულებითაც ვერ ჩამოვედი და ფაქტიურად 2 წელი რო გადამულად მომიწია იქ ყოფნამ და ვერ ჩამოვედი, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული. არა მარტო ჩემიანების ნახვა, არამედ ქალაქში როცა გამოვედი და ყველასგან ვიქცენ ის დიდი სითბო და მონატრება და სიყვარული, რაც ნამდვილად მაკლდა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული და დღემდე განვიცდი ამას. ემიგრაციაში ვინც აპირებს წასვლას, მინდა უთხრა ერთი რამ, რომ ის ბედნიერება, რაც აქ არის, ემიგრაციაში არ არის. რა თქმა უნდა, შრომის ფასი უფრო იქ ფასდება, ვინც შრომობს, მაგრამ ის ბედნიერება, ის სიყვარული, ის სითბო იქ არ არის და ყველა ემიგრანტი თვალცრემლიანია. მე ამის მომსწრე გავხდი და ყველა გამომეტირა, ნეტავი შენ რომ მიდიხარ. აი ეს იყო მათი გულსაწყვეტი მდგომარეობა. მადლობა უფალს, რომ მე შევძელი და ჩემი საქართველოს სიყვარულით, ჩემი პროფესიის სიყვარულით დავბრუნდი. რამოდენიმეჯერ წავედი ამ ქალაქიდან, ხან თბილისში მოღვაწეობდი, ხან სხვა ქალაქებში, მაგრამ მე ყოველთვის მაინც ესტაფონში ბრუნდებოდი და ეხაც ისეთი სიხარულით დავბრუნდი ამ ქალაქში, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია ამ წუთში, რომ მე ამ ქალაქში გავაგრძელო ისევ ჩემი საყვარელი საქმიანობა. ისევ მინდა აღვადგინო საბავშვო საესტრადო სტუდია ჩემი, ცისარტყელა, კულტურის ცენტრის სოლისტი ვარ, იცით და მინდა გავაგრძელო მოღვაწეობა ჩემს ტაძარში გალობა აუცილებლად. ღვთის შეწევნით, იმიტომ რომ ღმერთის წყალობას იმხელას გრძნობდი ემიგრაციაში, რომ არა მაქვს უფლება, რომ მე უფალი არ ვადიდო მთელი ცხოვრება. მართლა ისეთ სიტუაციებიდან დამიხსნა. და რა ვიცი, ყველაფერში ჩავებმები, რაც საჭიროა, ჩემი ბენდი, ჩემი ბიჭებთან დავბრუნდი და ყველაფერ ახალ სიახლეებს გვპირდებით და ვცდილობ, რომ სიახლე შემოვიტანო დაბრუნების შემდეგ.
ქუთაისის ღია პირველობაში მივიღე მონაწილეობა. ჩავატარე 3 შეხვედრა, 3-ვე წარმატებით დასრულდა და დავიკავე პირველი ადგილი. მადლობა სუხთი ჩემს მწვრთნელებს, კობა და ნიკა სვიანაძეს. უფრო მეც ვივარჯიშები და გავხდები მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ჭიდაობა შემიყვარდა, უყურე ტელევიზორში ეთელი პარტელიანს და მეც მომინდა. მადლობა სუხთი ჩემს სპორტ სკოლის დირექტორს ზაზა მახატაზეს და ზაზა ჯანჯღავას. ჭიდავე 4 შეხვედრა, 4-ვე წარმატებით დავასრულე და დავიკავე პირველი ადგილი. ქუთაის ჩატარდა შეჯიბრი 4 ვიჭიდავე 4-ვე წარმატებით მოვიგე, დავიკავე პირველი ადგილი. მადლობა სუხთი ჩემს მწვრთნელებს, ნიკა და კობა სვიანაძეს და ზაზა მახადაძეს დირექტორს.